გამარჯობა, თქვენ უყურებთ სალომე კასრაძის პოდკასტს. დღევანდელი ეპიზოდი ემთხვევა დედის დღეს. პირველ რიგში ყველა დედას გილოცავთ ამ დღეს და გისურვებთ ალბათ თქვენთვის ყველაზე დიდი ოცნების და სურვილის ახდენას, რაც არის თქვენი შვილების ბედნიერებას. დღეს ჩვენ ბევრს ვისაუბრებთ დედობაზე, იმ სიძნელეებზე, რომლის გადალახვაც უწევს ყველა დედას. იმ პასუხისგებლობებზე, რომლის აღებაც უწევს ყველა დედას, როდესაც გადაწყვეტს, რომ შვილები იყოლიოს, ქმარსა და ცოლს შორის ურთიერთობის დინამიკის ცვლილებებზეც, რომელიც გარდაუვალია ნებისმიერ ოჯახში, როდესაც ჩნდება შვილი. მე არ ვარ დედა, ჯერ ეს ბედნიერება არ გამომიცდია, მაგრამ წარმომიდგენია რამხელა შრომა, პასუხისგებლობა და თავგანწირვა არის საჭირო იმისთვის, რომ იყო კარგი დედა ისე, რომ თან შეინარჩუნო ყველა ის როლი, რომელიც მანამდე ჰქონდა აღებული. ანუ თან იყო კარგი დედა, კარგი ცოლი, კარგი შვილი, კარგი მეგობარი, საზოგადოების კარგი წევრი და რაც მთავარია, ის პიროვნება, რომელიც იყავი იქამდე სანამ გახდებოდი დედა. აი ეს ყველაფერი რომ შეინარჩუნო, დააბალანსო და იცხოვრო ბედნიერად, რაც მთავარია. დღეს ჩემი სტუმარია თეონა ჩაჩუა, რომელიც არის ორი გოგოს დედა. აქედან მეორე ახლახან მოევლიდა ამ სამყაროს და თეონასთან ერთად ვისაუბრებთ სწორედ დედობაზე. თეონას YouTube-ის მაყურებელი ძალიან კარგად იცნობს, იმიტომ რომ მან მოახერხა საკმაოდ შთამბეჭდავი აუდიტორიის შემოკრება თავისი YouTube არხის გარშემო. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს არ არის აქტიური, საპატიო მიზეზით, იმიტომ რომ ის არის დედა და ორ შვილთან ერთად ვეღარ ახერხებს იმ კონტენტის დადებას, როგორცაც აქამდე ახერხებდა. აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ დღევანდელი ეპიზოდის წარმგენი არის ლალინი, ეს არის ებრაული ბრენდი, თავისმოვლის ბრენდი 25 წლიანი ისტორიით, რომელიც სხვათა შორის ორმა ქალმა დააარსა და ლალინი ჩემთვის არის ხარისხის გარანტი. ძალიან მიყვარს ეს ბრენდი. დღეს ჩვენ მასზე მოგვიანებით კიდევ უფრო მეტ ვისაუბრებთ, იმიტომ რომ საკმაოდ საინტერესო კოლაბორაცია შემოგთავაზა ქართველ მომხმარებელს დედის და ქალის დღეებთან დაკავშირებით ლალინმა. ასევე ამ ბრენდის შესახებ ჩემს ინსტაგრამზეც უფრო მეც გაიგებთ, შეგიძლიათ მადევნოთ თვალი იქაც. და დღევანდელი ეპიზოდის ჩაწერა მიმდინარეობს ისევე როგორც მთლიანად ჩვენი პოდკასტის პოდკასტ არეაში. და დავიწყოთ თეონა, დიდი მადლობა, რომ აი ასეთ დღეს, ამ საზეიმო დღეს ჩვენთან ერთად ხარ და მოდი შენ მინდა რომ ვახსენო პირველ რიგში ის, როდესაც ჩვენ ვემზადებოდით ამ პოდკასტისთვის და ვსაუბრობდით, თეონამ ძალიან საინტერესო რაღაც მითხრა. მან მითხრა, რომ დღე, რომელიც არც ერთ დედას არ დაავიწყდება ცხოვრებაში, არასდროს არ დაავიწყდება, ეს არის მშობიარობის დღე. ის დღე, როდესაც მან ქვეყნიერებას მოავლინა ახალი სიცოცხლე. და თეონა მითხრა, რომ ჩემი სრული იქნებოდაო, რომ ის ადამიანები, ვისაც აქვს პასუხისგებლობა აღებული ქალის მშობიარობაზე, ვინც ჩართულია ამ პროცესში, ამ ადამიანებმა ყველაფერი უნდა ეცადონ, რომ ეს დღე ქალისთვის რაც შეიძლება კარგ და სასიამოვნო მოგონებებთან იყოს დაკავშირებული, რომ ქალს მოუნდეს ამ დღის გამეორება, რომ ქალს მოუნდეს კიდევ უფრო მეტი შვილის გაჩენა. რა თქმა უნდა, ყოველს ინდივიდუალური გამოცდილება აქვს. შეიძლება საუკეთესო ქალაქის ნომერ პირველ სამშობიაროში საუკეთესო მეანთან კონდეს ცუდი გამოცდილება დედას, ან ჩვეულებრივ რაღაც რიგით სამშობიაროში სრულიად არაპოპულარულ მეანთან კონდეს არაჩვეულებრივი გამოცდილება. ამაზე ძალიან ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას, არ არსებობს ერთი კონკრეტული მიზეზი, მაგრამ მოდი თეონა შენს გამოცდილებაზე მოგვიყევი. შენ პირველი შვილი გააჩინეთ საქართველოში, ხოლო მეორე ამერიკაში. მოდი დავიწყოთ კირათი. კირა არის თქვენი პირველი, რომელიც თბილისში დაიბადა 2019-ში. და მე მგონი პირველი ვიდეო იყო, ასე თქვა, რო გავარდა, ასევე ძალიან ბევრი ნახვები აქვს, იმიტომ რომ ეგ იყო პირველი, ასე თქვა, სრულ ყოფილი ვიდეო, სადაც თავიდან ბოლომდე ჩანს აი ეს პროცედურა, როგორ ვემზადებით სამშობიაროში შესასვლელად, გიორგის ემოციები, როცა ტირის, იმიტომ რომ მამა რო გახდა, მანაც ვერ
იკავა ეს ემოციები და ძალიან მაგარი ვიდეო იყო, რომელიც მართლა გავარდა სოციალურ ქსელში, იმიტომ რომ ემოციებით სავსე იყო. ეს იყო პირველი დღე, როცა მე და გიორგი გავხდით მშობლები და მართლა არაჩვეულებრივი იყო და ერთის მხრივ მე მადლობელი ვარ, რომ ეს ვიდეო არსებობს, იმიტომ რომ შენ რო თქვი ახლა რომ უნდა დაამახსოვრდეს დედას, ანუ ნახევარზე მეტი მართლა არ მახსოვდა ახლა რომ უყურებ ხოლმე ამ ვიდეოს, მე ვიხსენებ ამ ემოციებს და ასევე ვეთანხმები იმ ფაქტს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის ადამიანები, ვინც არიან ჩართულები აი ამ მშობიარობის პროცესში, მაქსიმალურად შეუწყონ ხელი ქალს და ანუ კომფორტული და კარგი სანდო გარემო შეუქმნას, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ცუდი ისტორია, კაი ისტორიაც არის, რა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან სენსიტიური პერიოდია, რომელიც მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ კარგად დაამახსოვრდეს ქალს. მე მაგალითად მსმენია გოგოებისგან, რომ პირველი მშობიარობის შემდეგ აღარ უნდათ მეორეს გაგონები და შიშებთ ხო? ძალიან, იმიტომ რომ ალბათ ყველა ძალიან ესე ზედაპირულად უდგება, იცი რა მხრივ რომ აი ვინ არ გააჩინა, ხო ძალიან ბუნებრივი პროცესია, რამდენი ქალია ჩენს, ანუ იმდენად ესე თქვა ხშირი ამბავია ზოგიერთისთვის, რომ შენ რო გეხება, ანუ ძალიან პასუხისმგებლობია, ძალიან მნიშვნელოვანია და კი ბევრმა გააჩინა, მაგრამ იმასაც არ ეხებიან იმ თემებს, რომ რამდენად რთულია. ბევრი არის, რომელიც ძალიან მარტივად აჩენს, გართულებები არ აქვს და ძალიან მაგარია ეგ, როცა რეაბილიტაციასაც ძალიან მარტივად გადიან და ეგრევე უბრუნდებიან, თქვა თავის ცხოვრებას, მაგრამ არის ისეთი შემთხვევები, რომელსაც შეიძლება 24 საათიანი ჭითვები ქონდეს ქალს და აი ძალიან დიდი, ესე თქვა, ტკივილი, აი ეს პროცესი, როცა დაღლილია, ენერგიაც არ ყოფნის იმისთვის, რომ გააგრძელოს ეს ყველაფერი. ჩემ შემთხვევაში მე გამიკეთეს საკეისრო, რომელიც იგივენაირად ახლა ჩემი შემთხვევა ის იყო, რომ ორივე ქალბატონი იჯდა და ორი საკეისრო გავიკეთე. რა თქმა უნდა, დიდი შუალედის მერე, თუმცა ნუ ჩემ შემთხვევაში იყო ჩვეულებრივი ოპერაცია, რომლის შემდეგ მე საკმაოდ რთული რეაბილიტაცია გიწევს. მაგრამ მადლობელი ვარ იმისთვის, რომ ორივე შემთხვევაში ძალიან კაი პირობები მქონდა, ძალიან კაი ექიმები, მედები და მხარდაჭერა მაგ მხრივ. მაგრამ რა თქმა უნდა, რაღაცებში ვიგრძენი ის, რომ განსხვავდებოდა მაგალითად საქართველოში რაღაც ესე ვთქვათ, პატარ დეტალებში, აი ეს როგორ ამზადებოდნენ და როგორი გამოცდილება გაქვს და ამერიკასთან შედარებით იყო რაღაც პატარა განსხვავებები. აი რა განსხვავება მაგალითად, თან იცი რა მინდა აღნიშნო, რომ თქვენ ცნობილი ოჯახი იყავით თბილისში, იქ მიხვედით, როცა გავაჩინე პირველად არა. არიყავით, ან მაშინ არიყავით იუთუბერები. გიომ დაიწყო დაახლოებით 2018-ში და მე გავაჩინე 2019-ში. დიდად აკრეფილი არ გქონდა სიმართლე რომ გითხრა. მე ზოგადად აქტიურობა დავიწყე კირას მერე. აჰა. ოკეი. იცი რატო გკითხე, ეს ხო ნუ გასაგებია ეს, მაგრამ ხშირად არის, როდესაც ცნობილი ოჯახიდან მიდიან, ან პოპულარული ოჯახი, რომელიც თან შემდეგ გააზიარებს, იქ თითქოს კადრში ყველა უღიმის, რა კარგია, ინფლუენსერი და ასე შემდეგ და ამ დროს შეიძლება ამ ინფლუენსერის რჩევით მივიდეს ადამიანი და საერთოდ სხვა დამოკიდებულება დახვდეს. მე მაგალითად ჩემთვის როგორც ინფლუენსერისთვის წარმოუდგენელია, რომ მე როცა რაღაცას უზიარებ ადამიანს, მე მივიდეს ჩემი მithumetes ამ დროს, ანუ ვიღაცა ვისან იყავიან რა კლინიკაში, რომელ კლინიკაში და ასე შემდეგ და მე პირიქით სანამ წავიდოდი, ისეთ საშინელი ისტორია მომიყვეს ზუსტად იმ ექიმზე, თქვა, ვისანაც უნდა მივსულიყავი და იმ ესე თქვა სამყოფოზე, რომ ანუ ცოტა შევშინდი და ეგეთი რაღაცა ზოგადად ორსულს მე მგონი არ უნდა უთხრა, ანუ მაქსიმალურად შეუწყო და ხელი და არ დაზაფრო. ხო, დაძაბო და მიაწოდო ისეთი საშინელი ინფორმაცია, რომ მე სულ მაგაზე ვიფიქროს. ხო, ეგ სხვათა შორის მანდ ზღვარია გასავლები, იმიტომ რომ ჩემთვის, როგორც აი ამ საზოგადოების წევრისთვის და თან ქალისთვის, ხშირი არ არის, როდესაც მე მესმის რჩევები ქალებს, როგორ უნდა შეემზადოს მშობიარობისთვის. რა თქმა უნდა, არ არის საჭირო მომავალი დედებისთვის დაშინება და დაძაბვა და ასე შემდეგ ქალი ამდენს უნდა იყოს. ხო, აი ცოტა თან რატო იცი თეონა? ცოტა უნდა შევაჭყიტოთ დედების ცხოვრებაში, როგორ ცხოვრობენ დედები, იმიტომ რომ ხშირად ეს დედები შეიძლება თავს ძალიან მარტოსულად გრძნობენ, იმიტომ რომ უბრალოდ ვერ აზიარებენ იმ პრობლემებს და იმ სიძნელეებს, რაშიც გადიან და ვერ აზიარებენ, იმიტომ რომ ეშინიათ, რომ ვინმე არ დასწამოს ცუდი დედობა, შენ სუსტი დედა ხარ, აბა რა გეგონა. ანუ ეშინიათ ამის და ამიტომაც ვერ აზიარებენ, ვერ ყვებიან რა სიძნელეებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული მშობიარობა. შენ როგორ ემზადებოდი? აი მშობიარობისთვის არ ემზადებოდი. არანაირად უბრალოდ მიყვებოდი ამ პროცედურებს, რასაც მიწევდა და მემზადებოდი ამ დღისთვის, მაგრამ ძალიან განსაკუთრებულად ახლა წიგნებს კითხულობდი, თქვა არიქა სხვებს ვეკითხებოდი, აბა დედობა როგორია და როგორ მომეზადო და რა იმას აქვს, ანუ ეგრე არ ვიყავი ნამდვილად. პირიქით.
ის როცა მოხდა, მე დავიწყე ამაზე ზრუნვა, თქვა, ჩემი ცხოვრების აწყობა, გადაწყობა და ასე შემდეგ. მართალი ხარ იმაში, რომ არავინ არ გვამზადებს და არ გეუბნება, როგორი პასუხისგებლობით სავსე ცხოვრება გელოდება და როგორი სხვანაირი. ყველას ვეუბნები ხოლმე, რომ მოემზადე ამ დღისთვის, არ გეტყვი, რომ არ გეძინება, ან რთული იქნება, უბრალოდ შენი ცხოვრება ამოტრიალდება. მაგის უნდა იყო მზად. შენ შეთავს აღარ ეკუთვნი, ჩათვალე, რომ შენ არ არსებობ და უკვე სხვანაირი პასუხისგებლობა გაქვს დაკისრებული, რომელიც შენზე არის დაკისრებული. იმიტომ რომ საზოგადოება ეგრე აკეთებს, ზოგადად ბუნებრივობაც ეგრე მაქვს, იმიტომ რომ ბუნებრივად ანუ ქალი აჩენს, ქალზე არის მიწებებული ბავშვი, იმიტომ რომ ლაქტაციის პერიოდი თუ გაქვს და თუ აპირებ რომ ბუნებრივად აჭამო ბავშვს, რა თქმა უნდა, ბავშვი შენზე იქნება და ალბათ ავტომატურად ეგ იმას ნიშნავს ხოლმე, რომ ქალზე არის ყველაზე დიდი ეს პასუხისგებლობა აკიდებული მშობიარობის შემდეგ, თან რომელიც არის ყველაზე რთული პროცესი. და ეხლა მაგაზე ვსაუბრობდი ზუსტად, რომ რატო არ აფრთხილებენ დედები და რატო არ ამბობენ და მაგაზეც ვამბობ, რომ მარტივად გვივიწყებთ ხოლმე მაგ პროცესსაც, მშობიარობის პროცესს. მე მაგალითად დამავიწყდა და ბევრი რაღაცა არც მახსოვდა. იმ დღეს მაგალითად ჩემ პატარას რო ვეფერებოდი, დედა ჩემი მეუბნეოდა, რომ აი თურმე როგორ ღირდა ეს ყველაფერი და როგორ გაგაწვალა, მაგრამ ხო ხედავ რა საყვარლობა და მეთქი როდის გამაწვალა მეთქი და მე გამაცედე რომ აბა 5 წელი ტოქსიკოდის ხდებოდი და ძალიან რთული პერიოდი გადავიტანე და არ მახსოვდა, იმიტომ რომ ბოლოს აი ეს რაღაც სიმდიდრე და ემოციები გელოდება. ის პირველი წელი, მოკლედ არავინ არ იაზრებს იმას, რომ ქალი ჯერაგერთი ხო გააჩენდა ფსიქოლოგიურად არ ხარ მზად, რომ უცებ ახალი არსება გაჩნდა შენ ცხოვრებაში, რომელიც შენ დღეს და ღამეს და ყველა ნებისმიერ თავისუფალ დროს, ანუ მოიცავს. ფსიქოლოგიურადაც არ ხარ, ესე თქვათ, გამართული იმ ხრივ, რომ შოკში ხარ, შენი ორგანიზმის შოკშია, ჯერ ცდილობს, რომ ეს ჰორმონალური დისბალანსი აღადგინოს ის ორსულობის შემდეგ, რაც გაქვს, რა ქვია, დანაკარგი, ანუ ეს ბუნებრივი ამბავია და არ ვიცი, ძალიან ბევრი რაღაცა ალბათ პუნქტი არის, რომელსაც ეხლა ვერ ვიტყვი პირდაპირ, მაგრამ უწევს ქალს, რომ გადაიტანოს, მარტივად გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან და ეგრევე მერე დედობაში უნდა გადაიზარდოს და შენ უნდა დაივიწყო ეს ყველაფერი და უკვე full on parent. რას ვერ წარმოიდგენდი ვერასდროს, რაც მოხდებოდა დედობის შემდეგ. აი რა გელოდა დედობის შემდეგ. ვერასოდეს რას ვერ წარმოიდგენდი. ეხლა ისე ამბობდი, რომ თითქოს ვერაფერს ვერ წარმოიდგენდი, მაგრამ აი ყველაზე ისეთი აი შოკის მონგვრელი რა იყო შენთვის. ალბათ ფსიქოლოგიურად გაწვება ეს ყველაფერი. აი რას გულისხმობ? აი მარტოობის გრძნობა თუნდაც რაც თქვი. ეხლა მაგ დროს პირველი 3-4 თვე მახსოვს, მეგონა რომ კარგად ვიყავი და ანუ მიხარობდა რომ ანუ დეპრესია არ მაქვს ალბათ და კარგად გამოძვერი და ანუ დახმარება მქონდა, იმიტომ რომ ძალიან ესე თქვა დედა ჩემი ყოველთვის მეხმარებოდა და ну ასე თუ ისე ოჯახის წევრები ყოველთვის ჩვენთან იყვნენ და გვეხმარებოდნენ ხოლმე. მაგრამ ეხლა რომ ვიაზრე, მაინც დეპრესიის რაღაცა პატარა, ანუ ისინი მქონდა. მოგონათ ვერ იაზრებ. და ხარ რაღაც მდგომარეობაში, რომ მაქსიმალურად აი ამ შენ ემოციებს კუჭავ და ცდილობ, რომ ყოველდღიურობით იცხოვრო. და მე ნელ-ნელა შენი ორგანიზმი რო ლაგდება და ეს ემოციური ფონი, ჰორმონები რო ლაგდება, მე ალბათ 1 წელიწადში იაზრებ ამ ყველაფერს, რაც ამ დროს მოხდა. ხო. ლაქტაციის პერიოდი შენ შემთხვევაში როგორი იყო? ძალიან რთული. მართლა? და მე მართლა მჯეროდა რატომღაც, იმიტომ ყველა დედა მაგას იძახის და ამისთვის მამზადებდა და მეუბნეოდა, რომ აი ლაქტაციის პერიოდი არის ყველაზე დიდი კავშირი დედის და შვილის შორის, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მეც მჯეროდა და რა თქმა უნდა მაგას იაზრებ, რომ მაქსიმალურად უნდა დიდი ხანი აჭამო ბავშვს, ეს უნდა იყოს სასიამოვნო პროცესი, როგორც შენთვის ასევე ბავშვის, მაგრამ ჩემ შემთხვევაში არ იყო. არც გამიმარტივდა, სამწუხაროდ არც არავინ არ გვასწავლა თავის დროზე, როგორ უნდა ვაჭამოთ ბავშვს და სწორი, ესე თქვა, მაგალითად, აი საქართველოში ეგეთი არ იყო და ამერიკაში მაგ შემთხვევაში ძალიან სერიოზულად ჩაერთვნენ და მასწავლეს როგორ უნდა მეჭამა ბავშვისთვის, როგორ უნდა დაიჭირო, შენ როგორ უნდა მოემზადო, რანაირად უნდა დაუჭირო თავი, თუ გტკივა, ესე იგი იმას ნიშნავს, რომ ბავშვი სწორად არ არის, თქვა, შენთან. მე მგონია, ეს ყველაფერი ბუნებრივად ხდება. არ ხდება. დაიჭირ ბავშვს და აჭმევ. ხო, არა, ზოგ შემთხვევაში არ იყო მარტივი და ძალიან გამიჭირდა და ორივე ბავშვის შემთხვევაში ძალიან მიჭირდა და მტკივნეული პროცესი იყო, ძალიან მტკივნეული, ისე რომ მე აი შენ რო დედა ხარ და ეს პროცესი რო გეზიზღება და ძალიან რო ტკივილს ესე თქვა განიჭებს, რა თქმა უნდა, ერიდები. მე ჩავრთე აპარატები და აპარატებით ვცდილობდი რომ
რძე მქონდა და მე ბოთლით ვაჭმევდით ხოლმე. და შენ თავთან ამ დროს რამდენი ფიქრი გექნებოდა და შენ რაღაც ბრძოლები გაიდე და რატო არ გამოვდის, რატო არ არის სასიამოვნო, რატო ვერ აჭმე, უნდა მოითმინო, უნდა აჭამო და ასე შემდეგ. აი ეს საინტერესოა ეს კარგი დედობის წნეხი. აი სულ მქონდა ეს კითხვა, რომ რამდენად განიცდიან დედები საზოგადოების მხრიდან კარგი დედობის წნეხს. შენ ხო კარგი დედა ხარ, შენ ხო ამას შეძლებ და შენ ხო მაგარი ხარ. ხავარია რომ შენ გჯეროდეს. შენ თუ ფიქრობ შენ მაქსიმუმი გააკეთე შენი შვილისთვის და ცდილობ ფიქრობ რომ აი ეს არის ის ზღვარი რაც შემიძლია რომ გავაკეთო, ჩემი აზრით ეგ იმას ნიშნავს რომ შენ ხარ კაი დედა. იმიტომ რომ არ არსებობს მაქსიმუმი რაც დედას შეუძლია გააკეთოს. და ყველაზე ცუდი ის არის რომ საზოგადოებაში დედისგან არის ყველაზე მაქსიმალური მოთხოვნები და მამისგან კიდე მინიმალური. ანუ რამდენად გესმის ხოლმე რომ რა კაი მამა არის, რაღაც მინიმალურს გააკეთეს, რა კაი მამა, უია, იმიტომ რომ არ ვართ მიჩვეულები ამას და საზოგადოებაში ზოგადად არ არსებობს ეს ალბათ რავი მომენტები, როცა მამა ამდენად, ესე თქვა, შეჭრილია თავის როლში და 50-50-ზე ან რაღაცა, ესე თქვა, ნაწილს ინაწილებს დედასთან ერთად, იმიტომ რომ დედას მოეთხოვება რომ ყველაფერი გააკეთოს. რაც არ უნდა ეცადოს კაცი, რომ 50-50-ზე იყოს და ესე ჩართული იყოს ამ პროცესში. ვერ იქნება ეს ყველას გვესმის ხოლმე და გიორგიც ცდილობს ხოლმე რომ ამას გაუსვას ხაზი, რომ ხო იცი რომ შენ ხარ დედა, ანუ მე ვერ ვიქნები დედა და სრო გავბრაზდები ხოლმე და ბოლო წვეთი რომ მაგას დახმარება მჭირდება და რაღაცას რომ გავიხილავთ ხოლმე, ის მიხსნის და ნუ მართალის არის ახლა ბავშვი რომ ჩემზე არის მოწეპებული, იმიტომ არის რომ სხვანაირი კავშირი მაქვს მე მასთან ვიდრე მამასთან. ვერასდროს ვერ ექნება მამისგან ის რაც დედისგან აქვს. ქალს საზოგადოება აკისრებს იმას, რომ ის იყოს სახლში, მოუაროს შვილს, გაზარდოს და იყოს კარგი დედა, ეს არის დედის ფუნქცია და მოვალეობა. მაგრამ თან კიდევ უფრო მეტი მოთხოვნებია. ხო და მე მაგას თან სახლის უნდა იყოს დალაგებული. თან თვითონაც არ უნდა გაუშვას ხელი, თან ფორმაში მარლევე უნდა დაუბრუნდეს, გამიგე, ანუ გაცილებით უფრო დიდი მოთხოვნებია დედისგან. და ერთხელ ვნახე ვიდეო და ძალიან აი გულზე მეტკინა, მაგრამ მეც გამახსენდა რომ მეც ეგეთ მდგომარეობაში ვიყავი, რომ ანუ საზოგადოებაში რომ არ გამოდიხარ, იმიტომ რომ რაღაცნაირად უხერხულად გზნობ თავს, იმიტომ რომ რაღაცა გზნობ თავს, რომ არ ხარ ფორმაში. და აი ფორმას რომ დავუბრუნდები, მე რეგნახავ, ან ფორმაში რომ ჩავდგები, მე გადავიღებ ვიდეოს, ანუ რატო უნდა იყოს ეს? არ ვიცი, ალბათ ძალიან დიდი იშვიათობა ქალი ორსულობის, ხო, მე მახსენდება 1-2, აი 100-თან 2 რომ მოვიყვანოთ. ვინც ორსულობის დროს გახდა პირიქით. ანუ ეს არის თითზე ჩამოსათვლელი ძალიან ერთეულები და უმრავლეს ძალიან დიდი უმრავლესობის შემთხვევაში ქალი იმატებს სხეულში. ქალი მარტო კი არ იმატებს, იცვლება ქალის სხეული. ყველაფერი ძვლები იცვლება. სხეული მთლიანად იცვლება ქალის და შენ შეშუპებული ხარ. ხო, შეშუპებული ხარ ვიდეოებს. შეიძლება წონაში იგივე ვიყო, მაგრამ იმდენად შეშუპებული ვიყავი, სახეზეც მეტყობოდა და რო უყურებდი ჩემ თავს, ანუ ვერ ვცნობდი. და წარმოგიდგენე ამ დროს ვიდეოები რო უნდა გადაიღო. ანუ რამდენად აზარალებს შენ თვით შეფასებას. ძალიან რთულია ეს თავდაჯერებულობა. კი, და ბუნებრივიც არის. მაგრამ მე ჩემ თავს ვეუბნები ხოლმე, რომ ბუნებრივია და ვიცით ეს ყველაფერი, რომ ერთი წელი ვაცდი ხოლმე ჩემ თავს და მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ეს ფსიქოლოგიურად, ანუ არ გავრეკო, რომ დავშვი და დავწყნარ და ეხა სხვა პრიორიტეტებია და ნუ როცა ჩემი ორგანიზმი მზად იქნება მაგისთვის, მე ვიზრუნებ მამაზე. იმიტომ რომ რაღაც თქვი. ერთი წელი მართლა აი არიან მართლა გოგოები, რომ შეუძლიათ ძალიან მალე ჩადგნენ ფორმაში და რაღაცა დაუბრუნდნენ თავის თავს და მაგრამ ეს არ არის რეალობა, იმიტომ რომ ჩვენი ჰორმონები, თუნდაც მდგომარეობა, შენი ძვლები, როგორც თქვი, ანუ სხეული ვერ უბრუნდება თავის თავს, მინიმუმ ჭირდება 1 წელი, რომ ეს რეაბილიტაცია გაიაროს და ყველაფერი თავის ადგილზე დაჯდეს და დალაგდეს. შენ კარგად თქვი, რომ პრიორიტეტები, ანუ შენ თუ გინდა შვილის გაჩენა, მე მგონია, რომ უნდა იცოდე რა მოუვა შენს ხელს, უნდა იცოდე, მზად უნდა იყო ამისთვის. არავის არ ესმის ხოლმე ეს მომენტი, იმიტომ რომ როგორც თქვი, ანუ მამა იყო და იქნება ზუსტად იგივე როგორც მშობიარობამდე მერეც და დედა იმდენად იცვლება, რომ გარდა იმისა, რომ ახლა ბავშვი ყავს მოსავლელი, თან ვერ ხვდები რა ხდება სხეულში და რატო გამოიყურები ისე როგორც გამოიყურები. ამიტომ ამისთვის ალბათ უნდა ვიყოთ მზად. მე მაინტერესებდა შენ თუ ცდილობ, რომ შენ შვილებს შეუქმნა ისეთი გარემო და მისცე ის, რაც შენ გაკლდო ბავშვობაში. რა თქმა უნდა. და როგორ ახერხებ ამას? და მაგით უფრო მე მგონი თამამდებია. თამამდებია? კი. აი რას გულისხმობ?
მე თავისუფლებას ბავშვობაში ახლა რა იყო, ხო? ყოველთვის რომ აი რატო არ შემეძლო რომ ეს სათამაშო მქონოდა, მაგალითად, ხო იყო. აი რატო არ შემეძლო რომ ამ სპორტით დაკავებულიყავი. აი გიორგის შემთხვევაში მაგალითად აქტივობებსთან არის დაკავშირებული, იმიტომ რომ იმას საერთოდ სხვანაირი ბექგრაუნდი აქვს და სულ აკლდა რომ არ ქონდა მაგალითად იმდენი ღონისძიება, იმდენი გასართობი. ეხლა მაგალითად მაქსიმალურად ცდილობს ხოლმე რომ აი ეს ემოციები და გამოცდილება მისცეს სკირას თუნდაც. შეიძლება ეს მატერიალური არ იყოს, მაგრამ თუნდაც ის რომ კრუიზე წავიყვანეთ და ეს გვეგონა რა მაგარია და რამდენად გაიხსნება გონება, მაგრამ მერეთან ვარ, ანუ ვამჩნევთ ხოლმე რომ იცი რა მოთხოვნებით ცოტა უფრო იწევს და მე უკვე არარეალურობაში შეიძლება გადავიდეს. ამიტომ ეს ბალანსი რო დავიჭიროთ, ალბათ მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ ბავშვი არის მაინც სხვა გარემოში გაზრდილი, ჩვენ როცა რაღაცა არა, კი არა, უფრო იშვიათი იყო რაღაც კი, ვიდრე არა და ეხლა პირიქით არის, ანუ ყველაფერი შეგიძლია რომ შეუძინო რაღაცა უყიდო, ციგურებზე უნდა შეგიძლია წაიყვანო თქვა როლიკები და ეს ყველანაირი ესე თქვა სპორტი არსებობს და სათამაშო. ამიტომ მანდაც ალბათ საჭიროა რომ რაღაცა შეუზღუდო, რომ მე მაგისთვის იმუშაოს და იფიქროს რომ აი ეს ხელმისაწვდომი ჯერჯერობით, მაგრამ რო გავიზარი, მე შეიძლება რომ გქონდეს. ხო, ანუ რაღაც ბალანსი რო იყოს აქაც, რომ ყველაფერზე კი ვერ გექნება. ისე შენ როგორ აბალანსებ, იცი რა, აი თქვათ შენი შვილების ცხოვრებაში ბოლომდე ჩართული ხარ, ხო? ბოლომდე ცდილობ რომ ყველაფერი აკონტროლო, მაგრამ თან ბარს უნდა მისცე თავისუფალი არჩევანის უნდა ასწავლო, როგორ გააკეთოს ბავშვმა თავისუფალი არჩევანი. ის თუ მაინტერესებდა, რომ დედები, მშობლები, რომლებიც ვერტმფრენი მშობლები, რომლებიც სულ დაძდევენ და დასტრიალებენ თავისუფლად. მე ალბათ არ ვარ ეგეთი მშობლები, პირიქით, და უფრო მოდუნებული ვარ. მაგაში მე და გიორგი ვაბალანსებთ ერთმანეთს, იმიტომ რომ გიორგი მეუბნება, რომ მე ვარ ძალიან მოდუნებული და რაღაც საკითხებში უფრო უნდა ვიყო ჩართული და ის უფრო ყურადღებით უდგება რაღაც საკითხებს. თუმცა, ახლა მნიშვნელოვან თემებზე ხა ექიმთა მისაყვანია, რაღაცა დაემართა, მაგაში რა თქმა უნდა ჩართული ვარ, მაგრამ ის რომ აბა დღე როგორი იყო მომიყევი დეტალებში, მაგაში ვცდილობ ხოლმე რომ ძალიან არ გადავტვირთო, იმიტომ რომ თვითონაც ეთყობა ხოლმე ბავშვი არის ძალიან დამოუკიდებელი, კირაზე მაქვს ახლა ლაპარაკი, როცა მოდის ხოლმე სკოლაში და თქვა რომ როგორი დღე ქონდა და ეს შემოხედავს ხოლმე, აუ დე არ მინდა ამაზე ლაპარაკი, იმიტომ რომ ზედმეტად არ უნდა ხოლმე რომ ეს გამიხილო. თუ რაღაცა მართლა სალაპარაკოა, ან ხედავ ხოლმე რომ რაღაცა მოხდა ისეთი, რომელიც უნდა რომ მომიყვეს, მაგრამ ვერ ამბობს, მაგ შემთხვევაში ცოტა ვეძიები ხოლმე, მაგრამ როცა იტყვის რომ დიდად არ მინდა ლაპარაკი, ანუ არაფერი განსაკუთრებული არ მოხდა, კაი, მაშინ გაგანებებ თავს. ხო, ანუ კარგად გესმით ერთმანეთის, ასე რომ ვთქვათ, ზედმეტად არ ტვირთავ ბავშვს და ძალიან არ ერევი, იქ სადაც არ უნდა რომ ჩაერიგო. ხო, მაგრამ მე მგონი ნელ-ნელა ეგეც შეიძლება, იმიტომ რომ როგორც ასაკი, ეხლა რომ ემატება, გრძნობ რომ რაღაცა ჩართულობა ალბათ უფრო საჭირო არის ჩემგან. და ეს დინამიკა ალბათ უფრო შეიძლება. და შენ და შენი მეუღლე როგორ ინაწილებთ როლებს, მშობლების როლებს? ამ შემთხვევაში შენ აღარ მუშაობ, ხო, ისე აქტიურად როგორც აქამდე იყავი, თუ მუშაობ? მომიყევი, მე არ ვიცი. გარდა იმისა, რომ ესე თქვა დედაც ვარ, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ჩვენი ბიზნესი, კომპანია, რომელიც არის დისტრიბუტორი სამი ძალიან დიდი ბრენდის, ანუ ჩვენთვის დიდი ბრენდი არის. კოპტერი, ხო? კოპტერი, კი ბატონო, ეს არის კამერები, დრონები, პორტატული ელექტროსადგურები, პორტატული მზის პანელები და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ეხლა თავიდან რო ვიყავი ამ ყველაფერში ჩართული, დღე და ღამე რო იქ ვიჯექი და სულ მაქსიმალურად ისა ზედამთვარე ამაზე მიდიოდა და ეს იყო მთელი ჩემი საქმიანობა, ეხლა ცოტა უფრო გადანაწილდა. და რა თქმა უნდა, რთული არის, იმიტომ რომ ცალკე ბავშვებთან უნდა ვიყო, ჩართული ვარ, ცალკე საქმიანობა პლუს კონტენტი, რომელიც უნდა გააკეთო ხოლმე და ასე თუ ის რელევანტური მაინც დარჩე ამ სივრცეში და რა თქმა უნდა მეოთხე კიდე შენ თავი. ეგეც ავიწყდება ხოლმე ბევრს, ან ბალანს რო იჭერ ხოლმე, შენს თავის ხო არის ამ ბალანსში. ამიტომ ეს ყველაფერი თან უნდა გაითვალისწინო და ის ალბათ ილუზია, რომელიც ბევრს აქვს ხოლმე და ეს კითხვა რო ისმის ხოლმე როგორ ინარჩუნებ ამ ბალანსს, ჩემს მხრიდან არის პასუხი, რომ ვერ ინარჩუნებ. იმიტომ რომ არის დღეები, როცა ერთი მხარე უფრო არ იწევს, მეორეში რაღაცნაირად უფრო გადაშვებული ხარ და დამნაშავედ გრძნობ თავს. იმიტომ რომ მე ახლა ამ ყველაფერს რო ვაკეთებ, იმიტომ ვაკეთებ, რომ დახმარება მაქვს, რა თქმა უნდა, ახლა მყავს ძიძა, მადლობელი ვარ, რომ ვიპოვე ესეთი ადამიანი, რომელსაც თავიდან ბოლომდე ვენდობი და თან ძალიან ესე ვთქვათ, მიწყობს ხელს. ამ ადამიანის გარეშე მე ამ ყველაფერს ვერ შევძლებდი. და
ეგ არის რეალობა. და ახლა ჩვეულებრივ ყოველ დღე მუშაობ და ხარ ჩართული. მუშაობ შაბათ-კვირას გარდა. და პლუს როცა მუშაობ, თან გადაღებების მაქვს და ეს ყველაფერი ეს პარალელურად ხდება ხოლმე. და ანუ შენი მეუღლე, ბავშვების აღზრდაში როგორ ინაწილებთ როლებს? აი, ვინ უფრო ჩართული ხარ თუ როგორც შენახსენე ხანასეა, ხან ერთი ხარ? ეხლა მაქსიმალურად გიორგის შემთხვევაში პრობლემა ის არის, რომ ძამბერს მოგზაურობს ხოლმე, იუთუბერია და კონტენტს ესე თქვათ მოიაზრებს. გაცილებით უფრო სხვანაირს და შრომატევად. გიორგი უფრო აქტიური იუთუბერია. შენთან შედარებით ბევრად აქტიური. კი, ეხლა ჩემი ინფლუენსერება და კონტენტ მეიკინგი გაცილებით უფრო მარტივია, ვიდრე მისი, იმიტომ რომ ჩათვალე ფილმებს იღებს ხოლმე, იმდანაც რთული არის პროცესულადაც გადაღება, კამერების თრევა, დრონები, სცენარი, მონტაჟი გაცილებით უფრო რთულია. ამასთან ერთად კიდე პლუს როგორც თქვი, მოგზაურობს ხოლმე, ამიტომ ეს ბალანსი ირღვევა. ბუნებრივია. და ერთადერთი ის არის გადანაწილებული, რომ მაქსიმალურად ვცდილობთ ხოლმე, როცა ერთად ვართ მარტო ბავშვებთან, კირას, ესე ვთქვათ, გართობა და ყურადღების მიქცევა უფრო არის ხოლმე გიორგიზე და პატარა უფრო ჩემზე არის ხოლმე და ამით ვაბალანსებთ მაქსიმალურად. და როგორ ფიქრობ თქვენ შემთხვევაში დედის და მამის როლი ჩრდილავს ცოლის და ქმრის როლს? კი. და ეგ არის ძალიან ისეთი ტკივნეული თემა, რომელიც ძალიან ბევრს ოჯახში ალბათ ხდება, მაგრამ ვერ ვიაზრებთ და ვერც ვაკონტროლებთ და ძალიან ბუნებრივი მოვლენა არის და ეს სამწუხაროდ არ იცვლება, როცა მეორე და მესამე გიჩნდება. ანუ გონია რომ უკვე მიჩვეული ხარ, მაგრამ არა, იმიტომ რომ ის პროცესი პატარის მოვლა და ეს გაზრდის და დროის და თუნდაც ქალის მდგომარეობის ციკლი, ესე ვთქვათ, ხელახლა იწყება. ამიტომ ის რომ პირველი რო გააჩინე და ეს ყველაფერი გადაიტანეთ და რაღაცნაირად დაალაგდით, კიდევ ერთხელ გაგვირთულდა, როცა მეორე დაიბადა. და ამისთვის ალბათ ყველა დედა და მშობელი უნდა იყოს მზად. და ძალიან რთულია რომ რაღაცა ბალანსი შეენარჩუნო, ანუ გამორიცხულია. იმიტომ რომ შეყოლოს რომ მეტი ჩართულობა გინდა მეუღლისგან, მეუღლეს შენგან ყურადღება აკლია და ეს დინამიკა ყოველთვის ესეა. უბრალოდ ის არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ყველაფერში არის ალბათ კომუნიკაცია და მაგაზე როგორც იქნა შევთანხმდით რომ ვიღაცას რაღაცა თუ არ მოსწონს, უნდა დავждეთ და წყლებებში და ამაზე ვილაპარაკოთ. იმიტომ რომ არავის არ ეწყინოს, არავის არ ეწყინოს. ალბათ ეგ ეტაპიც გაიარეთ, ხო? რომ რაღაცას რო იტყვი, კი, იმიტომ რომ სენსიტიური არის. ეხლა მამისთვისაც სენსიტიურია, როცა შენ ამბობ, რომ მეტი დრო გაატარე ბავშვთან, რას ქვია, არ ვატარებ, მე მგონია, რომ კაი ბაბა ვარ და ასე შემდეგ და დედას რო ეუბნები, რომ აბა დამშვიდი და ეს რატო არის შენთვის რთული ამის გაკეთება და ანუ რა თქმა უნდა სენსიტიური თემებია და ასე თუ ისე ორივეს წინს მსგავსი შენიშვნები. მაგრამ თქვენ არ გაგიჭირდათ ის, რომ მაინც ერთმანეთისთვის გაგეგოთ. რაღაც მოვიდა ის ეტაპი, როცა გაუგეთ ერთმანეთს. წყვილები არის, ვისთანაც არასდროს არ დგება ეს. ხო, მაგრამ ეს არის მუდმივი პროცესი. რას ურჩევდი ასეთ წყვილებს? ფსიქოლოგთან წავიდნენ. იყავით თქვენ? ჩვენ არა. მაგრამ თქვენ არ გაგჭირდათ ოჯახის წევრები, რომელთანაც ვჯდებით ხოლმე და არის მდგომარეობები, როცა ერთმანეთს თუ ვერ უგებ, მაშინ ვიღაცა უნდა ჩარიო უეჭველი. იმიტომ რომ მანდ უკვე რაღაცა ბარიერია, ერთმანეთის არ გესმის, იმიტომ რომ ნაწყენები ხართ ერთმანეთზე და უეჭველი მაშინ უნდა მოიყვანოს სხვა პირი, ვინც ამ ყველაფერს დაგიღეჭავს და დაგილაგებს. მაგრამ წყენის პროცესში, როცა ორივე ესე თქვათ გაბრაზებულები ხართ, ალბათ ცოტა ხანი უნდა ჯერ დავშვიდდეს სიტუაცია და მერე უნდა განიხილოთ, მაგრამ ძალიან ბუნებრივია, რომ ბევრსაც ვიცნობ და ალბათ შეიძლება ჩვენთვისაც მოვიდეს ეს მომენტი, რომ დაგჭირდეს სხვა ადამიანის თერაპია და ჩართულობა, რომ ეს გრძნობები ცოტა გახსნას. იმიტომ რომ ჩემი მაგალითად ყველაზე დიდი პრობლემა არის ხოლმე, რომ კომუნიკაციის პრობლემა აქვს მე არ შემიძლია რომ ჩემი გრძნობები ნორმალურად გამოვხატო და დავულაგო ხოლმე რა მიჭირს, რა არ მაყოფილებს და ასე შემდეგ. გიორგის ძალიან კარგად შეუძლია. ეგრევე გეტყვის ბუმ ეს არ მომწონს, ეს არ მომწონს, ეს მინდა. მეტი არაფერი და მე აი დავფიქრდები ხოლმე და აი უბრალოდ ემოციურად ვარ ხოლმე აღელვებული. რაღაცა არ მომწონს, დაღლილი ვარ და არ შემიძლია ჩამოვაყალიბო რატო და როგორ. რატო ხარ გეშინია რომ გულსატკენ ან არა, მაგაზე არ არის, უბრალოდ მე მიჭირს ჩემი ემოციების გამოხატვა. და ზუსტად პრობლემა იმაში მდებარეობს, რომ როცა რაღაცა მეწყინება, იმ მომენტში არ ვამახვილებ ყურადღებას და მიგროვდება და მე მავიწყდება კიდევაც რაზე ვიყავი გაბრაზებული. შეიძლება კვირა გავიდეს და აი წინა კვირას რაც მოხდა, ეხლა უბრალოდ გულში მაქვს ჩარჩენილი და მაინც მძიმედ ვარ.
და სულ სხვა სიტუაციაში შეიძლება ამოხეთქოს და შენ თვითონ გიკვირს რა შუაში იყო ეს ძალიან ცუდი ჩვევა არის, მაგრამ ეგრე ვარ ხოლმე ხანდახან. მე ვფიქრობ, რომ მე ექსპერტად ვერ გამოვდგები ვერანაირად ამ საკითხში, მაგრამ აი ხანდახან მგონია, რომ აი როცა გეჩვენება, რომ აი ეს არის მორჩა უკვე დასასრული, აი აქედან გამოსავალი არ არსებობს. მე მგონია, რომ უბრალოდ უნდა გახსოვდეს, რომ არსებობს გამოსავალი. რაღაც ისეთ სიტუაციებზე აღარ ვსაუბრობ, როდესაც მართლა არ არის გამოსავალი და უნდა დასრულდეს რაღაც, მაგრამ აი ხშირად ხდება, როდესაც წყვილები მაშინ ასრულებენ, როდესაც კიდევ არის ამის შესაძლებლობა. რომ გადარჩეს ეს სიტუაციაში ალბათ მნიშვნელოვანია, რომ ორივეს მხრიდან იყოს მსაობა, რომ იმუშაონ თავის თავზე. თუ ეს მსაობა არის, ყოველთვის არის გამოსავალი. თუ ერთ მხრიდან ჩაკეტილია და მეორე არის მხოლოდ იმ სიტუაციაში, რომ იბრძვის და ცდილობს, რომ ეს სიტუაცია გამოასწოროს, აი ეგ არის ძალიან რთული. ამიტომ თუ ორივე მხარე თანახმა არის, რომ დავჯდეთ, ვილაპარაკოთ და ვიმუშაოთ ჩვენს თავზე, იმიტომ შენ აღიარო, რომ რაღაცა შენს მეწყვილეს არ მოსწონს შენ თავში. და უნდა იმუშაო იმაზე, რომ ეს ოდნავ გამოასწორო და იმუშაო იმაზე, რომ საბოლოო ჯამში ამ ჰარმონიაში მოხვიდე. თუ მაგაზე მზად ხარ, კი ბატონო. ხო, მე მგონი მანდაც თავარი არის ის, რომ უბრალოდ სიტუაცია დაინახო შენი ქმრის თვალთახედვით და შენმა ქმარმა დაინახო შენი თვალთახედვით. რომ აი ეს ეგოცენტრიზმი დაიძლიოს, ხო? და მოდი ბარემ გითხარი, რას აკეთებს შენი მეუღლე ისეც, რაც შენ როგორც დედას ძალიან კარგად გაგრძნობინებს თავს. პასუხისგებლობას იღებს ამ რაღაცას. მოდი ახლა კარგზეც ვისაუბროთ, დადებით მხარეზე. მაგას უგულისხმობ, რომ აი მე მაგალითად მიჭირს დაგეგმვა. არ ვარ ეგეთი ადამიანი, რომ დავგეგმო, ჩემი დღე ხვალ ამას ვაკეთებ, ზეგამას ვაკეთებ და ზუსტად ვიცოდი კვირის განმავლობაში რას ვაკეთებ. მე არ ვარ ეგეთი ადამიანი და სულ მაგაში გვაქვს ხოლმე რაღაცა ესე თქვა ლაპარაკი და ალბათ კამათი, რომ მე ვარ უფრო აი let's go with the flow. ანუ ხვალ როგორც დღეს ხო, დინებას მივყვეთ, ხვალ როგორც დღე გათენდება, ისე გადავწყვიტოთ ან რაღაცა და ეს გიждდება ხოლმე მაგაზე. ანუ არ უნდა ვიყოთ ეგრე, უნდა დავგეგმოთ წინასწარ და მაგ მხრივ ახლა ორ პატარასთან ერთად, რა თქმა უნდა, საჭიროა, რომ სწორად დაგეგმოთ დღე, რომ რაღაც საათებში სადღაც არ დააგვიანო, სწორად მიხედო, რა ქვია, ბაურს ჩააბარო სკოლაში, ან ესე თქვა, დახმარება და გჭირდება და ასე შემდეგ დაორგანიზოს ყველაფერი და მაგ მხრივ მაგაში მეხმარება, რომ ძალიან ორგანიზებულია და შეუძლია, ანუ პროექტის მენეჯერი არის, ესე თქვა, ოჯახში და ძალიან მარტივად შეუძლია, რომ სადმე თუ არ წასასვლელები დაგეგმავს ეს გავაკეთოთ ახლა და ანუ მაგ მხრივ ძალიან მიწყობს და როგორც დედა კიდევ ერთ პასუხისგებლობა მოხსნილი გაქვს და ბედნიერი ხარ. კი, მაგაში აი რო შეგეძლოს, რომ ერთი დღით გაცვალო ადგილი გიორგისთან, შენს მეუღლესთან. რა გინდა, რომ განიცადოს მან ისეთი, რასაც შენ განიცდი როგორც დედა? სულ მაგას ვეუბნები ხოლმე. რომ აი წარმოედგინო, რომ დეფოლტად, ანუ ქარხნულად დაყენებულია ეს მეთქი, რომ ორივე ბავშვი გაბარია შენ. წარმოედგინე. შენ უნდა ითხოვო ვიღაცისგან, რომ აი ახლა გასვლა მინდა და იქნებ შენ მიხედო ბავშვს. გამიგე? ანუ მაგას გულისხმობ. რატო არ არის მეთქი პირიქით? ანუ შენ რატო არ მეკითხები ხოლმე, მე ხა მინდა გავიდე და იქნებ ბავშვებს შენ მიხედო. გამიგე? არასოდეს არ არის მეთქი ეს. და ეგ არის რაღაც მხრივ აი შებოჭილობას რო გზნობ, იმიტომ რომ ვფიქრობ ხოლმე აი ეს მინდა რომ გავაკეთო, ეს გავაკეთო, მაგრამ მე მახსენდება ხოლმე რომ აი ბავშვებთან უნდა ვიყო მაგ დროს და ხანდახან იმდენად მეზარება ხოლმე ეს გადანაწილება და ვიღაცის ხმარების მოსთხოვნა, რომ აი ახლა ბავშვებთან იქნება დარჩა, იმიტომ რომ მე უნდა გავაკეთო ეს, რომ უბრალოდ უარს ვამბობ ხოლმე. ხო და მაგ მხრივ რომ ვიღაცამ თანაბრად გადაიბაროს ეს ბავშვების ამბავი, ხანდახან მინდა ხოლმე და მაგათო მინდა რომ ერთხელ აღმოჩნდეს ჩემს ალბათ მდგომარეობაში, რომ ეს განიცადოს. თქვენ ერთად მუშაობთ, ხო? არა, ანუ კოპტერი მარტო შენ გაბარია, ასე ვთქვათ? მნიშვნელოვან გადაწყვეტილებში, რა თქმა უნდა, მონაწილეობს და ყოველთვის ვიღებთ მონაწილეობას ერთად, თუმცა ყოველდღიური საქმიანობა ცალკე ყავს. რაც ძალიან კაია ოჯახური დინამიკისთვის. ხო, ეგ უნდა ვეკითხე, იმიტომ რომ მე რატომაც წარმომედგინა რომ ერთად მუშაობდით და როგორ აი ინაწილებდით დროსაც, პასუხისგებლობებსაც და რაღაც თავისი სირთულეები აქვს, სიძნელეები აქვს, როდესაც ერთად მუშაობთ. ხო, შენ თითქოს ვერ წარმოგიდგენია, ხო? ნუ მქონია, იმიტომ რომ ერთად დავიწყეთ ეს საქმიანობა და პირველი 2 წელი თითქმის გვერდ-გვერდ ვიყავით. მაგრამ მე მივხვდით, რომ ანუ ვერ ვიქნებოდი, ორი უფროსი კომპანიაში ვერ იქნება რა, მით უმეტეს როცა
ყოველდღიურ საქმეს ეხება ეს. ვჭამდით ერთმანეთს, ვაღიარებ, ძალიან რთული არის, იმიტომ რომ ორივეს გინდათ რომ აი ლიდერი იყოთ და აბა ესე გავაკეთო და შენ რატო ფიქრობ ესე და ეს უფრო რთულია და ასე შემდეგ. მით უმეტეს, როცა სოლქმარი ხართ, იმიტომ რომ ეხა საქმიან ურთიერთობაში შეიძლება შენ გაუბედო და შენს ესე თქვა პარტნიორს რაღაცა უთხრა და იმას არ ეწყინება, მაგრამ როცა შენ ცოლი ხარ და ის ქმარია, როცა შელაპარაკებაში რა თქმა უნდა რაღაცა ის შეიძლება მოხდეს. დაფიზიანება და დაფიზიანება. ამიტომ ჯობია რომ ცალ-ცალკე ყოფილიყავით და ეგრეც გადავწყვიტეთ. მას აქვს მეორე კომპანია, რომელიც კოპტერი არის და YouTube-ია, ესე თქვა, ანუ როგორც ყოველდღიური საქმიანობა, ცალკე ასევე სერვისი, გადაღების სერვისი, დრონებით იქნება ეს ფოტო თუ ვიდეო გადაღება და პლუს YouTube და მე ჩავიბარე ეს მეორე საქმე. ამიტომ კარგია რომ ცოტა ცალკე ვარ. ესე იგი, თქვენ რაღაც ერთნაირი შეიძლება ტიპაჟები, ერთნაირი ხასიათი გაქვთ, ორივე ლიდერი. კი. ტიპები ხარ. საქმიანობაში კი. და სად არა ხართ ორივე? ალბათ უფრო დამთმობი ვარ ოჯახში. ხო, ქალზე რასაც იტყვენ დამთმობი, კაი გოგოა დამთმობი. მაგრამ არა, კაი ეგეთი კაი გოგო. ხო, ცოტა მთლად ეგეთი არა ვარ, მაგრამ უფრო მოდუნებული ვარ სახლში. ოფისში ცოტა უფრო სხვანაირად ვარ ხოლმე. ხო, ანუ იქ უფრო ესეთი ძლიერი ქალის როლი გაქვს და ოჯახში ხარ დამთმობი და გამგები. ხო, მაგრამ იმას ვიტყვი, მაგალითად, მაინც სხვანაირი ხასიათები გვაქვს საქმიანობაში. მე თუ მივდივარ ხოლმე სადმე შეხვედრაზე, ან ჭირდება ხოლმე დახმარება, აი თქვა თანამშრომლებთან ერთად, გიორგი ერთვება, იმიტომ რომ გიორგი უფრო მკაფიოდ და ესე თქვა მტკიცედ იდგება თავის პოზიციაში. მე შეიძლება დავთმო რაღაც პოზიციები, ამიტომ მაგ მხრივ ვაბალანსებთ ხოლმე ერთმანეთს და მაინც კაია რომ ჩემი პარტნიორია. მეორე კიდე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, ჩვენ რო ერთად საქმიანობა დავიწყეთ, ვავსებდით ერთმანეთს რაღაც მომენტებში. აი მაგალითად, მე უფრო პრაგმატული ვარ და ყოველდღიურ საქმიანობის გაკეთება, დაგეგმა, დაწერა პრეზენტაციების გაკეთება და ასე შემდეგ შემილია, თქვა და ფინანსური აღწერა უფრო მეხერხება. გიორგის საუბარი უფრო შეუძლია, ანუ მოლაპარაკებებში მონაწილეობა და ყველაზე მნიშვნელოვანი ასევე აქვს სასწაული მოტივაციის შეგრძნება და შრომატევადი, ანუ შეიძლება ყოველ დღე გაიღვიძოს დილის 7 საათზე და ერთ იგივე საქმე გააკეთოს. ანუ მე არ ვარ ეგეთი მოტივირებული და ძალიან ხშირად ყოფილიყო დღე რომ აღარ მინდა მუშაობა და უბრალოდ მინდა რომ შევეშვა და დავნემდე, მაგრამ ეგ არ არის ეგეთი. ანუ მიზანს დაასახავს ხოლმე, ყველაფერს აკეთებს იმისთვის რომ აი იმ მიზანს მიაღწიოს. და ეგ ძალიან დასაფასებელია და ალბათ იმიტომ გამოგვივიდა ეს ყველაფერი რაც გავაკეთეთ, რომ მას აქვს ესეთი უნარჩვენებები. მე ამასთანავე მაქვს სხვანაირი. ხშირად ესეთი ადამიანები თავის პარტნიორსაც იმავეს თხოვენ. აი როგორიც მე ვარ, ისეთი უნდა იყოს შენც. ბუნებრივია რა თქმა უნდა. კი. და გეხმარება ეს? მოტივაციას ხანდახან უფრო მიმატებს ხოლმე, მაგრამ ხანდახან უბრალოდ ხელი ხარ და ეს გაკეთება აღარ გინდა, ამიტომ მაგისთვისაც უნდა ვიყოთ მომზადებულები. თქვენ ხართ, ნუ ახლა უკვე ძალიან პოპულარული ოჯახი და მაინტერესებს თუ განიცდი შენ პირადად იმ წნეხს, რასაც განიცდიან ინფლუენსერები, რომ უნდა ჩანდნენ როგორც იდეალური ოჯახი. მე ხშირად მომისმენია აი ამერიკულ YouTube-ზე სტუმრად რო არიან მისულები, მაგალითად ადვოკატისგანაც კი მომისმენია, რომელიც უყურებს და უსმენს წყვილების ადვოკატია, განქორწინების. აჰა. და მაგკაცის ფანი ვარ და ყველაფერი ნანახი მაქვს ამ კაცის ინტერვიუები და ყოველ ინტერვიუზე არ არსებობს, რომ ეს არ ახსენოს ამ კაცმა, რომ ჩემი კლიენტებიო, რომლებიც, ნუ, შედარებით ისეთი ცნობილი ოჯახები არიან, რაღაც ძალიან წარმატებულები და ასე შემდეგ. თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ ზოგიერთი მათგანიო, რამდენ ვალს იღებს იმისთვის, რომ ხალხში გამოჩნდეს წარმატებული, რომ აი მას დღეს აქვს ძალიან მაგარი მანქანა, ძალიან მაგრად გლას დაისვენა, ძალიან მაგრად სახლში ცხოვრობს და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. რომ ამ ხალხმა ვალიდაცია მიიღოს საზოგადოებიდან, რომ თითქოს რა ხარ შენ ინფლუენსერი ხარ, შენ უნდა იყოს ძალიან წარმატებული, ძალიან მდიდარი, ძალიან შემდგარი, ყოველდღე ახალ-ახალი რაღაც ნივთები უნდა გქონდეს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო. სოციალურად არ გამიგე. ხო, აი ესეთი რაღაც გავიგე ამ კაცისგან და მე უფრო რა გამიგე იცი კიდე რომ როდესაც ინფლუენსერს უყურებ, ჩვეულებრივ მომხმარებელი, მისი გამომწერი, თითქოს შენ გრძნობ რომ ანუ ამასთან შედარებით მე არაფერი არ გამომივიდა ცხოვრებაში და ეს კაცი სწორედ ამას ამბობს რომ ნუედრებით ნურავის მითხარით როგორ განისაზღვრება წარმატება. აი როგორ განისაზღვრება წარმატება? რახან იმ ინფლუენსერს ის რაღაცა აქვს?
არ არის ეგრე თქვენ წარმოდგენაც კი არა გაქვთ რა ცხოვრებას გადიან ეს ხალხი. ჩვენს იგივეს ვაკეთებთ ხოლმე. არ აკეთებ? სხვა ინფლუენსერს რო უყურებ და ურაკაია და მაგრად ხო, მე მგონია რომ მაგრამ რეალობასთან უნდა ვიყოთ ალბათ ახლოს და ვიცოდეთ რომ ეს არის სოციალური სივრცე. ეხლა ჩვენ ოჯახს იმდენად არ ვაჩენთ ხოლმე საერთო ვიდეოებში, იმიტომ რომ ასე თუ ისე გვაქვს ხოლმე ძირითადად ცალ-ცალკე კონტენტები. მე ჩემი პლატფორმა აქვს Instagram-ი, გიორგის თავის პლატფორმები აქვს. კი, რა თქმა უნდა, საერთო ვიდეოებს ვიღებთ და ვდებთ, ეგ პრობლემა არ არის, მაგრამ ის რომ აი არ იქა და ეხლა როგორ გამოვაჩინოთ თავი, რა თქმა უნდა, კიდევ კაი, ანუ მაგაზე არ ვნერვიულობ და საერთოდ პირიქით, რაც უფრო ბუნებრივად ვარ ხოლმე, მე უფრო ეგეთი კონტენტი მომწონს და მინდა რომ რაც ვარ, ისეთი ვანახო ხოლმე ჩემი თავი. და მეორე მხრივ ხო ისიც უნდა გახსოვდეს აუცილებლად, რომ ეს ნებისმიერი ვიდეო რაც იდება, არის გაუმჯობესებული, შელამაზებული კონტენტი. ამიტომ ის მოლოდინი, რომ სულ ეს ინფლუენსერი ყოველ დღე ამ ცხოვრებით არ ცხოვრობს და ყოველ დღე ეს კარგ ხასიათზე არ არის, ბუნებრივია. შენ აი რომელ წელს დაიწყე შენი ონლაინ კარიერა? 2019-ში. ხო არ შეცვლიდი რამეს ამ გადასახედიდან? აი ამ გადასახედიდან როგორ დაიწყებდი შენს კარიერას? ალბათ თავდაჯერებულობა მინდა რომ უფრო მეტი მქონდეს თავიდანვე. ყოველთვის ჰქონდა საუბრის კომპლექსი. იმიტომ რომ მეტყველობა. გონია რომ არ გამომდის კარგად ლაპარაკი, ამიტომ თუ შემჩნევთ 2019-ში ყველა ვიდეო რაც მაქვს დადებული არის უხმო. არ ვლაპარაკობ, ძალიან იშვიათად ვლაპარაკობ. ან ცოტა უფრო მოგვიანებით დავიწყე უკვე ლაპარაკი, საუბარი და რომც საუბრობდი, იმასაც იმდენად ვჭრი, რომ მაქსიმალურად ესე თქვა ლაკონური გამოვიდეს. რატო ქონდა ეს? ჩემი კომპლექსია, იმიტომ რომ ანუ ქართული განათლება არ მემიღეს საერთოდ. სხვა ენებზე ვისწავლე სკოლაში, უნივერსიტეტი, კოლეჯი, ყველაფერი დავამთავრე უცხო ენებზე და ანუ გონია დღემდე და გიორგის უმეუბნეო რომ ნუ ხარ ეგეთი და შვენივრად გამოგვდის ლაპარაკი და ასე შემდეგ. დავეთანხმები. უბრალოდ ნერვები მეშლება ხოლმე მე რო უყურებ ჩემ ჩანაწერებს და რაღაც გრამატიკულ შეცდომას რო უშვებ. ან წინადადების წყობა მაქვს ხოლმე უკუღმა, ეგ მაგასაც ხშირად ვაკეთებ და მაგ მხრივ ვარ ცოტა ალბათ ზედმეტად, ანუ ძალიან კრიტიკული ჩემი თავის მიმართ. ხო და ანუ ამ თავდაჯერებულობას ცოტა აიმაღლებდი ესე იგი. და შენმა შვილმა რო გადაწყვიტეს იუთუბერობა, შენ რას იზავ დაეხმარები, პირიქით გაამხნევებ თუ სხვა გზის არჩევას ურჩევ? ძნელი კითხვა. ალბათ დაველოდებოდი იმ ასაკს, როცა ფსიქოლოგიურად იქნებოდა მზად ამისთვის. იმიტომ რომ ეხლა ჩვენ ოჯახი რო ვაკეთებთ, ეხლა ის ვერ ხედავს და ვერც ვერავინ ვერ დაუწერს ალბათ სუთ კომენტარს, მაგრამ წარმოიდგინე ეხლა როცა პატარა თინეიჯერის ასაკში იწყებენ იუთუბერობას, ვისაც შეუძლია ძალიან დასაფასებელი, იმიტომ რომ ის არის ძალიან ძლიერი ადამიანი. იმისთვის რომ შენ გახდე კონტენტ კრეატორი და შენი სახე გამოაქვეყნო ამ სოციალურ ქსელში, უნდა იყო მზად, რომ რა თქმა უნდა, წამო როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი კომენტარები. შენ ახლა როგორ გინდა შენი შვილისთვის, რომ აი ამაზე გაშუქება კონდეს და ფსიქოლოგიურად მიიღოს აი ეს შენიშვნები და უაზრო კომენტარები. იმიტომ რომ ჩვენ ხო ხვდებით ახლა როგორი შეიძლება წამოვიდეს. განსაკუთრებულ ისეთ პლატფორმებზე, როგორიც არის TikTok-ი. TikTok-ი არის ზედმეტად კრიტიკული და ის რაღაცებს წერენ ხოლმე, რომ მე ძალიან მიკვირს, იმიტომ რომ ყველაზე ალბათ როგორ ვთქვა, გაუფილტრავი რაღაც საზოგადოება. ძალიან პატარებიც არიან მაგ პლატფორმაზე და მე მაგალითად ძალიან მაშინებს, რომ როგორ შეიძლება რომ ბავშვმა მიიღოს მსგავსი კომენტარები. ფსიქოლოგიურად ალბათ ძალიან რთულია და მე უბრალოდ დაველოდებოდი იმ ასაკისთვის, როცა გააზრებულად თვითონ გაიზრდებოდა და მზად იქნებოდა ამისთვის თუ ძალიან უნდა. თუ არ უნდა და ანუ სხვა პროფესიას თუ მოძებნის, რა თქმა უნდა, იქნება. და ისე რა საინტერესო, როგორც ინფლუენსერი კი არა, აი როგორც მომხმარებელი სოციალური ქსელის. ხშირად მსმენია, რომ დედები ნუ კი აუკრძალავ ბავშვს დაუწესებ რაღაც დღეში 1 საათი, დღეში 9 საათი, მაგრამ იმ 9 საათში შეიძლება ისეთი რაღაც ნახოს, რომ ძალიან დიდი გავლენა იქონიოს ამ ბავშვზე და შენი აზრით როგორ უნდა დაიცვას დედამ შვილი აი ამ სოციალური ქსელის გავლენით? ჩვენ მით უმეტეს ახლა ამ სფეროში ვარ და სულ მაგაზე თუ ვამონტაჟებ პოსტავ, ჩემი ვიდეოები ამ პლატფორმებზე არის გამოქვეყნებული და ზოგიერთხელაც კი რასიც და ძალიან ვიბრძვით მაგაზე მეც და გიორგიც იმ დონეზე რომ ეხლა უკვე ბოლოს წავშალე ყველა პლატფორმა ჩემს ტელეფონიდან, აი მაგალითად YouTube-ს ვიყურებ და ხოლმე და YouTube-იც წავშალე. რამდენი წლის არის კირა ახლა? კირა არის 6 წლის. მაგრამ ძალიან
შეუძლია შეყვეს და შეიძლება საათობით იჯდეს აი ამ სფეროში და უყუროს უაზრო ვიდეოებს. YouTube-ზეა საუბარი, ხო? YouTube-ზე მიმულია მე შორტები. შეიძლება TikTok-ში არ ზის, მაგრამ შორტები გაქვს მე YouTube-ზე. და შორტები იგივე რაც TikTok-ის ესე თქვათ მასალა. დაახლოებით ცოტა უფრო სხვანაირი, უფრო ალბათ სასკროლო მასალა ვიდრე TikTok-ზეა. თუმცა მაინც შეუძლია საათობით იჯდეს და რას უყურებს ხოლმე ბავშვები? ჩვეულებრივი ვიდეოები, მაგრამ მან ვერ გაფილტრავ. საბავშვო კონტენტი და დიდების კონტენტი არის ძალიან არეული. ან გონია რომ საბავშვო კონტენტია და მე უცებ რაღაცა სასწაული რაღაცები მესმის ხოლმე და ეგრევე ვარ მე ტელეფონს და უბრალოდ ვუბლოკავ. და არა და იქ ხა მე მაგალითად ვიდეოს როცა ვტვირთავ ხოლმე იქ მეკითხება ბავშვებისთვის არის განკუთვნილი თუ არა ნიშნავ რომ ხო არა აქვს თავისი იუზერი არსებობს კიდე YouTube Kids რომელიც არის საბავშვო კონტენტი მაგრამ ეგ აღარ აინტერესებს ისეთ ასაკშია მულტფილმები აღარ უნდა ამიტომ ეხა შევთანხმდით ამაზე რომ მულტფილმებს უყურებს ხოლმე გრძელ მეტრაჟიან ანუ YouTube-ზე აღარ ვუყურებთ Netflix-ზე მაგალითად. Netflix-ზე შეუძლია რომ შევიდეს, აირჩიოს მულტფილმი და უყუროს თუ უნდა, მაგრამ ისე რომ სკროლოს, აი მაგას ვცდილობ, რომ ანუ მე მაქვს მაგის სკროლვის პრობლემა და ეხა ბავშვს ხო მით უმეტეს. რა რთულია, ხანდახან რო ვფიქრობ, ვერ წარმოვიდგენე როგორ უნდა აიძულოს მშობელმა შვილი, რომ არ კონდეს შეხება აი ამ სოციალურ ქსელთან. ძალიან რთულია. მაგრამ ხო, აი ამ რეალობაში ცხოვრობთ. ვუშლი ფიზიკურად ბლოკავ, ჩემ ტელეფონს უკვე აღარ ვაძლევ ხოლმე და აი მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ეს შეზღუდვები იყოს. ალბათ ყურადღებას ატანინებ, თქო, თამაშებით, აი რას ვცდილობ, რითიც ვცდილობ, რომ ჩაუნაცვლო ეს სოციალური ქსელისგან მიღებული ადრენალინი, იმიტომ რომ ეს ხო ძალიან მძაფრი შეგრძნებებია. გარეთ გავიდეთ ვითამაშოთ. ან კარგი კიდე ის არის, რომ თვითონ უყვარს ძალიან ბევრი სათამაშო, მაგალითად ლეგოები. ლეგოებით შეუძლია მთელი დღე იჯდეს და რაღაცები აწყოს. მაგ მხრივ ძალიან გამიმართლა, იმიტომ რომ დამოუკიდებელია და შეუძლია რომ საათობით თავისთავად დააკავოს მაგ მხრივ. ეგეც გვიწყობს ესე თქვათ ხელს, მაგრამ არის ხოლმე მომენტები, რომ აი ძალიან მინდა უჩნდა ხანი ტელეფონი მომე და თანიც როგორ ძალადობს ფსიქოლოგიურად, კაი რა, შენ რო ქონდა ტელეფონი მე რატო არ მომცე? ანუ იცის სწავლა ეს. მიდგომა ფსიქოლოგიურად, აი იმდენად ნიჭიერი ბავშვი არის, რომ შეუძლია ნებისმიერზე ისე მოერგოს, ისეთი რაღაცა უთხრას, ისეთი საყვარელი გახდეს უცებ, რომ გააკეთებინებს იმას რაც უნდა. აი მაგალითს ვიტყვი რომ შეიძლება ტყრილი აუგრძალო და მოდი არ გინდა გეხვეწები რა შეიძლება მივიდეს ანუ ადმინისტრატორთან სადღაც თუ ვარ და აი ესე დაელაპარაკოს და ისაყვარლოს რომ იცის რომ მე მიიღებს რაღაცა საჩუქრად манипуляტორი ძალიან სერიოზული манипуляტორია ისე ცოტა დავაკვირდე რომ პატარა ბავშვები დღევანდელ დღეს ძალიან манипуляტორები და ჭკვიანები მე მგონი არა გაცილებით უფრო ჭკვიანები არიან და მოხერხებულები აი მე ძალიან და როგორ შეხვდა კირა მილას გამოჩენას თქვენს ოჯახში? ვაიმე ვიდეო მაქვს მე განახევ, აი სასწაული. თან არ იყო რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ოპერაციის დროს ახლა არ იყვნენ, უბრალოდ გიო იყო და კირა იყო ჩვენს ნაცსავებთან. და რო გამოვედი და რომ მოვიყვანეთ, აი როგორ ელოდებოდა რომ ეხლა შეხვდება და ზის ესე და აი ჩაუდეთ მილა ისე კალთაში და როგორი ბედნიერი იყო. მე მწერდა ყველას რომ აი უბრალოდ თვალებში ეტყობა როგორი ბედნიერიაო რომ დაიყო ყავდაო რა. ძალიან მაგარი არის ჭვიანობდა როგორც წესი ჭვიანობენ ხოლმე. ანუ რა თქმა უნდა ეხა არის მომენტები რომ აი ძალიან რო ჭირდება დედის ის ყურადღება და რაღაცა ერთ-ორ კილომეტრს გააკეთებს ხოლმე, მაგრამ ზოგადად არ არის ისეთი რომ დიდად რაღაც აკლდეს და აი ეჭვიანობა და ის რაღაც გამოხატოს ეგ დიდად არ შემჩნევია. მე ძალიან მყავს თქვენი ვიდეოები კირასი და მილასი ერთად რო არიან ძალიან საყვარლები არიან ძალიან. შენზე მაინტერესებს ჩვენ ახლა მაინც beauty blog-იდან დავიწყეთ ჩვენი მოღვაწეობა და იმ წლებიდან 2018-დან ну ფაქტობრივად ერთდროულად დავიწყეთ ხო ესე რომ 2018 იყო ჩემ შემთხვევაში 2019 ხო და მე ის რომ დაიწყო პანდემია რომ დაიწყო მოკლედ პანდემიის დროს ეს beauty influencer-ები იყვნენ პიკში მე მაგალითად ჩემ თავზე გამოვცადე რომ პანდემიის დროს იმდენი გამომწერი მომემატა, ყველას აინტერესებდა ეს თავის მოვლა და როგორც ჩანს პანდემიამ ხალხს კი არა აიძულა, უბრალოდ სუსახში იყავი და რაღაც გინდოდა დამშვიდებული იყავი სტრესისგან გათავისუფლებული იყავი და აი ეს თავის მოვლა დილით, საღამოს ეს რაღაც რიტუალები ძალიან ეხმარებოდა
გოგოებს გამოუჩნდა კიდე დროც გამოუჩნდა თავისთვის და გაიხსნას ონლაინ სივრცე, სადაც ყველა ალბათ შევიდა და ატარებდა დროს. ხო. და შენი როგორც დედის, აი ყველაზე საყვარელი თვითზრუნვის, ასე ვთქვათ, რიტუალები, პატარა ტრადიციები რა გაქვს? აი რას აკეთებ? ნუ ეხლა ცოტა დასაწყისი საუბრის ისეთი იყო, რომ დრო არ გაქვს არაფრის, მაგრამ რაღაც მაინც ჯერა რომ ყველა ქალმა უნდა აი რაღაცნაირად დიდი ძალისხმევის შედეგად, მაგრამ მაინც აი 5 წუთი მაინც რო გამონახოს, უბრალოდ დამატენიანებლის წასმაც კი შეიძლება იყოს ძალიან დამამშვიდებელი. საღამოს რუტინა არის ჩემთვის საუკეთესო. ღამის რუტინა, როცა ბავშვს წინავს, მაგალითად, მეორე რომ ჩნევს ხოლმე რომ ვემზადები ამ რუტინისთვის, თვითონ მიერცდება ხოლმე. ხო გიყვარს რომ და თვითონაც იკეთებს ამ იმას, აბადო, პატარა ბანტიანს და ნუ ერთად ვიბანდა ეს ჩამობანა მაკიაჟის, დაბანა, შრატის, ნუ ჩვენ ახლა თავისი ეტაპები, შრატის წასმა, ეს მასაჟი იქნება ეს თუ დამატენიანებელის წასმა, ეს ყველაფერი ძალიან სასიამოვნოა, სანამ დაწვევი და გაითიშები უკვე. ეგ არის ყველაზე მაგარი ჩემთვის და ეს არის განტვირთვა დღის განმავლობაში, როცა წყნარად ვშვი და არ გეჩქარება არსად და იცი რომ ღამეა სადაც ყველა ზინავს და აღარავინ აღარ და აღარავინ აღარ გეტყვის რომ თეონა ხა ეს არის გასაკეთებელი ან გაგვიანდება და ასე შემდეგ. ყველაზე მშვიდი და წყნარი პერიოდი. ანუ ყოველ ღამე ესე რუტინა გაქვს, აღალატობ ხო ამ რუტინას? თითქმის ყოველ დღე ვისვა მაკიაჟს, აი იშვიათია რომ არ წავისვა. ამიტომ ეს მაკიაჟის მოშორება არის მიბმული ამ განტვირთვის ალბათ რუტინასთან, ამიტომ ეგ არის ჩემი ყველაზე მაგარი სივრცე. რამე ხო არ გაქვს კიდევ ისეთი ტრადიცია, ან თქვათ შეიძლება წიგნის კითხვა იყოს, ფილმი, პოდკასტის მოსმენა, ან ასე შემდეგ, რომ აი ეს დედის ეს რუტინა, ასე თქვათ, ცოტა გაჭრა და შიგნით რაღაც საინტერესო რაღაცები ჩადო. ნუ, რა თქმა უნდა, შვილებთან და მეუღლესთან ურთიერთობაც ძალიან საინტერესოა, ბევრს სწავლობს ხალი ამის აქედან, მაგრამ აი დასაწყისში რომ ახსენე, რომ ის ქალი, ვინც იყავი დედობამდე, ოჯახის შექმნამდე, აი ის ქალი რო არ დაგეკარგოს და სულ შენთან რო იყოს. თავის მოვლა უეჭველი. ჩემს შემთხვევაში ხამე არ არის, მე მიყვარს ხოლმე პროცედურებზე შეიარული, ანუ ფრჩხილები, ელემენტარული ფრჩხილები მას რო შეიღება, ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა. მაგრამ აი ღამე ძილის წინ ძალიან ისეთი არის რა ცუდი ჩვევა ალბათ, მაგრამ აი TikTok-ი არის ჩემი საუკეთესო მეგობარი. განტვირთვა? თურისთვის აკეთებ? განტვირთვა არის, იმიტომ რომ აი twins თიშავ ამავე დროულად თან ინფორმაციას გაწვდის, რაც ალგორითმით არის შენზე მორგებული. აი ვთქვათ, მე მაინტერესებს შეიძლება ახალი ამბების ამბები, რაოდენობა შეიძლება TikTok-იდან გავიგო, თუნდაც ის რომ რაღაცა თემა მაინტერესებს ფსიქოლოგიიდან და იგივე მომაწოდოს, მიყვარს მაგალითად Excel-ი და რაღაც ანგარიშწორება და იგივე მომაწოდოს რაღაცა ტიუტორიალი რომ როგორ შეკრიბოდა ეს ფორმულა როგორ აი ძალიან რენდომ ინფორმაციაა, მაგრამ წარმოიდგინე შეიძლება 9 საათი გაატარო TikTok-ში და ყველა ეს თემები უცებ შესრულდო. მაგრამ რა თქმა უნდა ეს კაი არ არის რაღაც მხრივ, იმიტომ რომ ძილის წინ შენ გჭირდება დასვენება და ამ ყველაფრის განტვირთვა. მაგიტომაც ალბათ ძალიან ბევრი ვართ TikTok-ზე დამოკიდებული, იმიტომ რომ იმდანაც კარგად აქვს შესწავლილი ჩვენი ალგორითმი და რაც გვიყვარს, რომ ყველა მოწოდებული ინფორმაცია თვლით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია და მე ეს მჭირდება. რა კი იყო რომ ეს ნახე, ესე ფიქრობ, ხო? და მე მახსენდება ხოლმე მეორე დღეს რაღაც უი გუშინს რა ვნახე და ეს განიხილავ და რაღაც მართლა არის. და რა დროს ატარებ საშუალოდ? აუ, შეზღუდვა მაქვს 1 საათზე. მაგის განმავლობაში. კი, იმიტომ რომ ვიცი ჩემ პრობლემა არის. ეგეც შეზღუდვა. ეს იგი შეშვილს და შენ თავსაც დაუწესე შეზღუდვები. ხო, ნუ კიდე კაი TikTok-ს არ უყურებს, მაგის ის უფრო YouTube-ი იყო, მაგრამ ეგეც წავშალეთ, ამიტომ სხვა გასართობს ვიპოვით. ხო და რადგან ახლა ვახსენეთ თავის მოვლა, დაპირებულია ეს ნაკრები, რომელიც არის კოლაბორაცია Disney-სთან, Lalinis, ნახე რა ლამაზი შეფუთვა აქვს და ეს არის განკუთვნილი დედების და შვილებისთვის, გოგოებისთვის. ძალიან საყვარელია, ნახე როგორი ესეთი ნახატი აქვს, ძალიან საინტერესო ბრენდინგი აქვს ამ კოლექციას. ფიფქი ახატია აქ და Disney-ის ესეთი ლამაზი ფერები. ეს არის ატმის და თეთრი ყვავილის ესეთი არომატი და იმედია
ქალბატონ კირასაც მოეწონება. როგორც დედებისთვის ასევე შვილებისთვის. კი, ხო, ასე იმ სარკეს მომყარავთ ეგრევე. ამ სარკეს ხო, რაღაც სარკეა ძალამაზი, ეს კრაბი. მადლობა დიდი. ძალიან კარგი, მე ძალიან მიყვარს ეს ბრენდი. ტანის მოვლისთვის ამ ბრენდს ხმარობ, ძალიან დიდი ხანია და შენც მოგეწონება, დარწმუნებული ვარ და მოდი ახლა რაღაც დისნეი ვახსენეთ. მაინტერესებს, ნუ მე ძალიან დიდი ხანია ანიმაციები აღარ მინახავს. თქვენ ვისაც შვილები გყავთ და ოჯახი გაქვთ, ალბათ ამ ანიმაციების ფონზე მიდის თქვენი ცხოვრება. ერთი მულტფილმი მაქვს 5 ჯერ ნანახი და ყოველ დღე ვუყურებ. ხო, აი ეგ მინდა და მეკითხა, რომელია შენი საყვარელი დისნეის ანიმაცია? ეხლა ჩემ დროს მე რო პატარა ვიყავი, იყო მულანი. ძალიან მიყვარდა. იმიტომ რომ ეგ იყო რაღაც რევოლუციონური, პირველი, ესე ვთქვათ, ალბათ ზღაპარი ანიმაცია, სადაც წამყვანი როლი ქონდა ქალსთან, საკმაოდ ძლიერი როლი ქონდა. მე ამბოხე ესეთი მებრძოლი. კი, და ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები გააკეთა თავის ქვეყნისთვის და ეს იყო ჩემთვის ძალიან შთამბეჭდავი. ეხლა ალბათ უფრო კირასთან რასაც უყურებთ ხოლმე, რა თქმა უნდა, გამოვიდა Frozen ეს პერიოდი და კიდე ძალიან უყვარს Stitch. ეგ პირველად ძველი მულტფილმია, მაგრამ ძალიან უყვარს ის რაღაც უცხო პლანეტას რო გავს ლურჯი არსება. კი, ეგ და მოანა კიდე ახალი არის, რომელიც ასევე ეხლა ეს პერიოდი გამოდის, ახალი სერია გამოვიდა ეხლაც. თვითონ უყვარს ეს პრინცესები, ძლიერი გოგოები, ასევე როებძვიან და სუპერ ძალები და ასე შემდეგ. სხვათა შორის ჩემ ბავშვობაში, ჩემ დროს ეს არ იყო, შედაც ახსენე, ჩემ დროს იყო ორადორი ანიმაცია გქონდა სახლში, მაშინ იყო აი ესეთი დიდი VHS კასეტები თვისი. კი, რა თქმა უნდა. აი ამ ხელები, ხო იცი? ესე რომ შედებდი, იმის ხმაც კი მესმის ამ კასეტის შედების და რომ პლეის რო დააჭერდი და რო იწყებოდა, აი მაგერთო ჯადოსნობა იყო ჩემთვის. ძალიან ღრმა ბავშვობაში. ეს ძალიან პატარა ვიყავით მაშინ, მე და ჩემი დები და მაშინ მქონდა ორი კასეტა. ერთი იყო გულივერი. ეს ანიმაცია გიჟდები დღემდე ძალიან მიყვარს ეს ანიმაცია და მეორე იყო ფიფქია და 7 ჯუჯა, ის სწორედ ეს ფიფქია, აქ რაც არის გამოსახული და მახსოვს რომ მას მერე ძალიან ბევრი ანიმაცია გვინახავს, რა თქმა უნდა, მაგრამ აი ამ ორს ქონდა განსაკუთრებული ადგილი ჩემს გულში და რაღაცა დღემდე მახსოვს ის ემოციები. მაგალითად მახსოვს რომ ფიფქიას როცა ვუყურებდით, ვერ ვიტანდი იმ სარკეს. სარკეში რო იყურებოდა ეს დედოფალი და რო ეკითხებოდა ეს რაღაცნაირი კაციც არ იყო, რაღაც ანდროგენული სარკე იყო და ეუბნებოდა რომ შენზე ლამაზია ფიფქია და მე ვფიქრობდი რომ რატო ეკითხება ამ სარკეს კაცს ვერ ხედავს რომ ლამაზია ისედაც თქო ან წარმოიდგინე ბავშვი პატარა ბავშვი ფიქრობდი მაგას და მე როცა გავიზარდე და ეს რაღაც ემოციები რო გამახსენდა ხა ფიფქიაზე არ მიფიქრია განზრახ რა თქმა უნდა მაგრამ რაღაც სიტუაციები რო მოიტანა ხოლმე და ეხლაც რო გამახსენდა ხა ეს ფიფქია პირველი ეს გამახსენდა რომ რა თქმა უნდა ყველა ზღაპარში და ამ რაღაცა მითებში ხო რაღაც ისინი არქეტიპები რაღაც სიმბოლიზმები სავსე არის ამ ყველაფრით ხო ზღაპრები და სარკე ყოფილა ნიღბის არქეტიპი, ეს იუნგიანური არქეტიპები როა ნიღაბი, რომელიც არის ნიღაბი, რომელსაც ვირგებთ იმისთვის, რომ საზოგადოებისგან მივიღოთ აღიარება და აი წარმოიდგინე რა ვიცოდი ახლა მე ხო ბავშვი რო ვიყავი, აი რა ვიცი ახლა რომ ნიღაბი არის ძალიან მძიმეა, არა? ხო, და წარმოიდგინე როგორ საიდან რატო გადავწყვიტე, რატო მივხვდი რომ ეს სარკე არ მომწონდა, რომ ანუ რატო უნდა მივიღო ვიღაცისგან ვალიდაცია? მე ხო ვიცი რომ ასეთი ვარ. ხო შეიძლება რომ მე მომწონდეს ჩემი თავი, რა თმინდა სხვისი დათანხმება, რომ კი შენ ხარ ლამაზი ან შენ არ ხარ ლამაზი და მე დავაკავშირე ეს რომ წარმოიდგინე რამდენადაც ვაკეთებთ იმის მიხედვით, რასაც საზოგადოება გვანახობს, რომ აი კაი გოგოობა რა არის, ცუდი გოგოობა, წარმატება რა არის, ბედნიერება რა არის. ყველას ჩვენი გზა გვაქვს და ყველას ჩვენი გადასაწყვეტია, ხო? რა იქნება ჩემთვის წარმატება, რა იქნება ჩემთვის ბედნიერება. კი, რა თქმა უნდა, ეს რაღაც აღიარება ყველას გვჭირდება, ეს ხო ბაზისური მოთხოვნილება ადამიანის, მაგრამ აღიარება მინდა იმაში, რომ მე ვარ და რა იმაში, რომ შენ გინდა ასეთი ვიყო და რახან შენ გინდა ამიტომ ვარ ასეთი და მოდი ამაში მაღიარე. ეხლა რო ფიქრდები ხოლმე, რატო არ შემეძლო რომ თქვა თავდაჯერებული ყოფილიყავი ჩემ თავში ან მომწონებოდა ჩემი თავი, იმიტომ რომ ძალიან გვიან მივხვდი ალბათ ის რაც მომწონდა, ეგეც პრობლემა, ან ის რაც გინდა, გვიან ყალიბდება და ალბათ შენ აყალიბებ შენ თავს და მე რა მინდა, როგორ მომწონს და დარწმუნებული ხარ, ცოტა
ჩამოგვიანებით იმ ყველაფერში, როგორც წარმოგიდგენია შენი თავი, საზოგადოება, შენი მეგობრები და ასე შემდეგ. ამიტომ უნდა ვაცადოთ ალბათ. კი, უნდა ვაცადოთ. გაზრდა და უნდა ჩამოყალიბდნენ თავიანთ თავში პირველ რიგში. ხო, სხვა შორის სწორს ამბობ შენ, რა თქმა უნდა, მეც გვიან გავიაზრე, მაგრამ მე ამას რო ვიაზრებდი, ვიხსენებდი, აი, როდის ვიყავი თავდაჯერებული ბავშვობაში და როდის დავკარგე ეს თავდაჯერებული, მე როდის აღვიდგინე, როდის დავიბრუნე, აი, აუ ყველაფერს მე, ნუ თუ რა თქმა უნდა გიყვარს ეს შენ თავში მოგზაურობა და ჩახედვა შენს რაღაც სულში, ასე რომ ვთქვათ, აუცილებლად აღმოაჩენ რაღაც საინტერესო რაღაცებს და ხო, ეს თავდაჯერებულობა ძალიან მით უმეტეს თუ დედობაზე საუბრობთ და ძალიან სენსიტიური თემა არის, განსაკუთრებით ნუ პატარის აღზრდა ხო რთულია, მაგრამ ეხლა კი რას რო ვაკვირდები, 6 წლის გახდა, ეხლა მე მგონია რომ მისი აღზრდა უფრო მნიშვნელოვანი გამაჩნია ფსიქოლოგიურად და ვფიქრობ რომ გაცილებით უფრო ფრთხილები და ყურადღებიანები უნდა ვიყოთ. ამასაც იმიტომ რომ ეხლა ყალიბდება მისი ხასიათი და მისი თავდაჯერებულობა ყველაფერი. ადამიანის აი სრულიად არსი ყალიბდება ეხლა. ფსიქოლოგიური მდგომარეობა და ყველაფერი და წარმოიდგინე რამდენად დიდი პასუხისგებლობა ეხლა შენზე. რომ შენ იმას ისეთი გარემო, ისე დაარიგო, ისე გაზარდო, ისე დაელაპარაკო, როცა უჭირს რომ ეს ყველაფერი განიხილოთ ერთად და ასე შემდეგ და პლუს თან მისცე ეს თავისუფლება რომ თვითონ გააკეთოს ეს შეცდომები და ისწავლოს თავის თავზე. ამიტომ ეს ბალანსი არის სასწაულად რთული. ხო. იდეალურობა არ არის მიზანი. აი საერთოდ არ არის იდეალურობა მიზანი. აი წარმოიდგინე ახლა ვინც წარმოგიდგენია იდეალური დედა. და შეხედე მათ შვილებს. მათ შვილებს ყოველთვის იქნება რაღაც შენიშვნა, ან აი ესე გააკეთე და ის ისე გააკეთე, იმიტომ რომ ყოველთვის მაინც იქნება რაღაცა, რაც შეიძლება გაგეპაროს, ან ზედმეტი იყოს შვილისთვის, ან ნაკლები იყოს ყურადღება და ასე შემდეგ. ამიტომ ეგ არ არის ისა ცუდ დედობას არ უდრის. უბრალოდ არის ადამიანზე დამოკიდებული და შვილზეც, ხო? ყველას ერთნაირად ვერ გაზრდი და ყველა ჩამოყალიბდება სხვანაირად. ამიტომ მით ალბათ ვიწყნავებ ხოლმე თავს, რომ აი ფიზიკურად ვერ გავაკეთებ იმ ყველაფერს, რომ ბავშვი მერე საბოლოო ჯამში ყველაფრით იყოს ყოფილი და ბედნიერი და ასე შემდეგ. ამიტომ შეცდომებს ბუნებრივია დაუშვებთ რაღაცა მომენტში, ხო? მთავარია რომ რაღაც მხრივ ჩვენ შევუწყოთ ამას ხელი და მზად ვიყოთ ასევე იმისთვის, რომ ერთ მშვენიერ დღეს შემილა მითხრას, რომ იცი რა დედა, ის რო აკეთებდი ხოლმე, მე საერთოდ არ მომწონდა. ამიტომ მაგისთვისაც უნდა ვიყოთ მზად. და ახლა ბოლო კითხვა მაქვს შენთან, ესეთი შენი როგორც დედის ყველაზე დიდი ძალა რა არის და ყველაზე დიდი სიზუსტე? ცოტა ადრე უნდა კეთქვა ალბათ. ამას არ ვუთანხმებ ხოლმე ამ კითხვებს. ცოტა იმიტომ რომ რთულია ეხლა განვიხილო ეს ყველაფერი. აქ მთავარი ის არის, რომ აი პირველი რაც მოგაფიქრდება, აი პირველი რაც გონებაში გაგიელებს ის ვიპასუხო. ეხლა ეგრევე წარმოვიდგინე, ჩემი სისუსტე რა არის და ეგრევე ვიცი, რომ ჩემი ბავშვები არიან, ჩემი სისუსტე. რას გულისხმობ? ემოციურად, აი თქვა, დედა რო ხდები, აი ბავშვების თემატიკა ზოგადად ძალიან გულთან ახლოს მიგაქვს. იმიტომ რომ ყველაზე ძალიან ეგ გტკივა. დრო შეგეხება როგორც დედა, ან შენ შვილს თუ შეეხო, ანუ ეგ არის ყველაზე დიდი სისუსტე, ბავშვს რამე არ მოუვიდეს, ან რამე მაგდაგვარი, ან სხვა ბავშვს რო ხედავ და ეგრევე დედის ინსტინქტი რო გერთვება. ეგ არის ჩათვალე რომ დედა რო გახდები, ან მომზადებული ხარ მაგისთვის, რომ ყველაზე ძალიან მანდ გეტკინება მაგ სივრცეში. და იგივენაირად მე მგონი შეგვიძლია მივაბად ძალასაც. იმიტომ რომ დაუღლელად, აი დედა არის მართლა სასწაული არსება, რომელსაც დაუღლელად შეუძლია ხამეც გაათენოს, დილითაც მომზადებული ადგეს, არ დაიზაროს და ეს ყველაფერი გააკეთოს თავის შვილისთვის. ძალიან მიხარია რომ ესე გულწრფელად გვესაუბრე. იმედია რომ ბევრი დედისთვის, ან იმ ქალისთვის, ვინც აპირებს დედობას, შენი აი ეს გამოცდილება ძალიან სასარგებლო და საინტერესო იქნება. ერთი გამოცდილება ბევრი დედებისგან. ხო, მაგრამ ერთ-ერთი ისეთი, რომელსაც ხელი მიუწვდებათ, რომელიც YouTube-ზეა, რომელსაც შეუძლიათ მოусმინონ, შეუძლიათ გაგვიზიარონ თავისი გამოცდილებაც. ხო, ეს აუცილებლად უნდა მეთქვა, კარგია რომ გამახსენეთ და შეგიძლიათ დაგვიტოვოთ კომენტარები, გაგვიზიაროთ თქვენი გამოცდილება. ეს ისედაც დაეხმარება ჩვენს არხს განვითარება
ცხოვრებაში, იმიტომ რომ ყოველი ახალი გამომწერი, ყოველი ლაიქი, მოწონება ამ ვიდეოზე და კომენტარი ზრდის არხს და საშუალებას აძლევს, რომ უფრო მეტ აუდიტორიამდე მივიტანოთ აი ესეთი საინტერესო სტუმრების და საინტერესო ადამიანების გამოცდილებები. ნამდვილად. იმედია. წარმატებებს გისურვებ, კიდევ ერთხელ გილოცავ დედის დღეს. მადლობა. და გისურვებ, რომ შენი შვილებით ბედნიერი იყო, ბედნიერი შვილები ყავდეს, იმიტომ რომ რაც არ უნდა იყოს, ვინც არ უნდა იყვნენ, როგორი ცხოვრებაც არ უნდა არჩიონ. მე აი ეს შემიძლია. მოდი დედაჩემსაც მივულოცავ. ამ დღეს და აი თუ კი რამე ამას ალბათ ვერასდროს ვერ დავუბრუნებ, მაგრამ აი თუ კი რამე მასწავლა დედაჩემმა, ეს არის უპირობო სიყვარული. მე უკვე ვიცი, როგორ უნდა მიყვარდეს უპირობოდ. ეს არის მხოლოდ დედაჩემის დამსახურება. იმიტომ რომ მამის სიყვარული მთლად უპირობო არ არის. მამის სიყვარულს ცოტა დამსახურება ჭირდება და ამასაც თავისი ადგილი აქვს ადამიანის განვითარებაში, ადამიანის ცხოვრებაში და აი დედის სიყვარული ეს არის უპირობო. აი რაც არ უნდა მოხდეს, რომ ჩემ გვერდით იქნება და მე ვიცი, ეს უნარი მაქვს, გრძნობ, რომ მეც შემიძლია, რომ უპირობოდ მიყვარდეს და ეს გამოვავლინო ჩემი თავი, ამიტომაც ალბათ ხდება ჩვენი გამომწერი ან ვინც უყურებს ამ ვიდეოს, რატო არსებობს დედის დღე? აუცილებლად უნდა დავაფასოთ დედები. შუქრები უეჭველი უნდა აჩუქოთ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის ალბათ ის, რომ მათი შრომა ფასდება. ეგ არის ყველაზე მაგარი შეფასება. კი, ნამდვილად და აი ეს რო უბრუნდებოდ, რომ ეს ძალისხმება ესე დაუფასდათ, იმიტომ რომ ეს არის ძალიან დიდი, ალბათ 10 პროფესიის ტოლფასია დედობა, 10 საქმის. აი ერთ საქმეს ხო ასრულებს ადამიანი თავის ცხოვრებაში. ეს არის 10 საქმე, რომელიც ნამდვილად როგორც შეგვიძლია უნდა დავაფასოთ. ასე რომ ყველა დედას კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დღეს და გისურვებთ ბედნიერებას, თქვენს ბედნიერებას, თქვენი შვილების ბედნიერებას. დიდი მადლობა თეონა და დროებით გემშვიდობებით.